განახლებული ვებგვერდი და პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროში გამარტივებული ურთიერთობები ინვესტორებთან, კერძო პირებსა და ბიზნესმენებთან. ახალი ვებგვერდი დაინტერესებულ პირებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. მომხმარებლებს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა საიტის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ. რა სიახლეები და პრიორიტეტები აქვს დაგეგმილი ფინანსთა უწყებას 2012 წელს? ლელა ციკლაურიგი ამბობთ. ფინანსთა სამინისტრო ახალ წელს განახლებული საიტით და 2012 წლისთვის ახალი გეგმებით ხდება. სამინისტროს ვებგვერდი მოვჯი დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობისთვის კიდევ უფრო გამარტივდა. ფინანსთა მინისტრმა დღეს დეტალურად ახსნა, რა შესაძლებლობები აქვს ახალ საიტს, რომელიც მედიისთვის, კერძო პირებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ინვესტორებისთვის, მკვლევარებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შექმნილი. ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის შესახებ, ინტერაქტუალური ფორმატით, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის აქტები, დავების საბჭო, ცვლილებები, რეფორმები და განმარტებები ბიუჯეტის შესახებ და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მოკლედ ის, რაც მნიშვნელოვანია ამ უწყებასთან დაკავშირებული პირებისთვის. ამ საიტზე ქართული ეკონომიკა გაშიფრულია ციფრების დონეზე. ამ საიტს აქვს ბევრი შესაძლებლობა, რეალურად აქ არის ძალიან მარტივ ფორმატში მოყვანილი ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მთელი სისტემის შესახებ, ყველა რგოლზე, რომელიც შედის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. აქ არის ინფორმაცია ზოგადი ფინანსთა სამინისტროს შესახებ. აქ არის ინფორმაცია სახელმწიფოში და ფინანსური კონტროლის და აუდიტის შესახებ. ეს არის ის ინოვაცია, რომელიც დაინერგა. ფინანსთა მინისტრმა 2012 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა, თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ წელს 2.7 მილიარდი ლარით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდა წელს 6.5% იყო, 2012 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 5%-იანი იქნება. საგარეო ვალის შემცირების ტენდენცია კვლავ გრძელდება, წელს 35.6% დაფიქსირდა. საბიუჯეტო დეფიციტი წელს 3.7% იყო, ამ წლისთვის ეს მაჩვენებელი 3.5%-მდე დაიკლებს. ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მაჩვენებლების გამო მსოფლიოში აღიარებულმა სარეიტინგო სააგენტოებმა ჩვენს ქვეყანას სუვერენული რეიტინგი აუწიეს, მაშინ როცა ის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებს შეუმცირდათ. ჩვენ შევინარჩუნეთ ფისკალური სიმყარე და სდის საკმაოდ მაღალი ტემპი რეგიონში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი 2011 წლის განმავლობაში. იცით თქვენ, რომ 11 წელი იყო ახსავს სხვა გარე გამოწვევებით, ეს არის კრიზისი ევროზონაში, ეს არის ზოგადად გლობალური ბალანსირება, დისბალანსი. რა იყო ფინანსთა სამინისტროს გასული წლის შედეგები? ამაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე საუბრობს. ახალი საგადასახადო კოდექსი, სანქციების ლიბერალიზაცია, ფიქსირებული გადასახადები, ადმინისტრირების კუთხით შერბილებული საგადასახადო წნეხი და ეს გასული წლის რეფორმების ნაწილია. ამ წლისთვის კი უწყება ლიბერალური პოლიტიკის გაგრძელებას გეგმავს. გულისხმობს პირველ რიგში გადამხდელისათვის, ესე ვთქვათ, სანდო მომსახურების მიწოდებას და ასევე, რა თქმა უნდა, გამარტივებას კიდევ უფრო ადმინისტრირების და საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ჯერ კიდევ დარჩენილი ბუნდოვანი ნორმების იდენტიფიცირება და შემდგომ, რა თქმა უნდა, მათ დახვეწას. გასული წლის კიდევ ერთი მიღწევა შედეგებზე ორიენტირებული პროგრამული ბიუჯეტის შექმნა. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ წელს ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები ამ მოდელზე გადავარად შეეხება პრიორიტეტებს, მთლიანი საბიუჯეტო თანხის ყველაზე დიდი წილი წელს სწორედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. მთლიანი ბიუჯეტის 30%, დაახლოებით 30% მოდის სწორედ სოციალური და ჯანდაცვის ხარჯებზე. ასევე პრიორიტეტული რჩება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რომელიც რადგან დაახლოებით მილიარდი ლარი იქნება წელს მიმართული, ასევე იქნება განათლება, შენარჩუნდება განათლების მაღალი დაფინანსება და სოფლის მეურნეობის პროგრამები. და კიდევ ერთი ფინანსთა სამინისტრო სერვისების გაუმჯობესებასაც გეგმავს. მომსახურების სააგენტოს მომხმარებლისთვის რამდენიმე სიურპრიზი აქვს. სახელმწიფო ორგანიზაციების მთელი სპექტრის ქონება იქნება განთავსებული ერთ ადგილას. და მოქალაქეს შეიძლება იქ ფიზიკურად მისვლა და ყიდვა, ანუ არ იქნება მარტო აუქციონის ფორმა, იქნება ასევე მაღაზია. 2012 წელს ფინანსთა სამინისტრო ინვესტორებისთვის სპეციალური წიგნის გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც ბიზნესმენებს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს, გადასახადების შეღავათებისა და კანონების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.